ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შიდა სასოფლო გზა კეთდება. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ასეულ მეტრზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების ცხაურებისა და საკარმიდამო მონაკვეთებზე გადასასვლელი ხიდბოგირების მოწყობა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის სავალი ნაწილი დაიხაზება. სოფელ კაბალში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. პროექტი მუნიციპალიტეტმა 2024 წელს დაიწყო. ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი ეწყობა ასევე კაპიტალური სანიაღვრე არხები, ეზოების შესასვლელები, რამოდენიმე ლოკაციაზე იცვლება მილხიდები. პროექტის ჯამურდილება 3,5 მილიონ ლარს აღემატება. ეგზები იყო დალახი რა, ბავშვებს სკოლაში ვეღარ დადიოდნენ, ისეთ დღეში იყვნენ რომ მანქანის გარეშე ვეღარ გავდიოდნენ, გაიყვანეთ ბავშვებს სკოლაში. უღრმესი მადლობა ჩვენ მთავრობას რომ ყველა გზები გაკეთდა, ეხლა ისე სუფრაში